მოგესალმებით. ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ ხდომას. დღის წესრიგში გვაქვს ორი საკითხი, რომელიც დარიგებული გაქვთ. დეპუტატებს გთხოვთ შენიშვნები, საშუალებები ყველაფერი გვაქვთ. გთხოვთ ხელის დავადასტუროთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. გადავდივართ დღის წესრიგის პირველ საკითხზე. ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი იონათამიშვილის, ზალო დაღვდუშაშვილის, დავით ფათიკაშვილის, თენგი შარმანაშვილის, ალექსანდრე დაბადაძის, გურამ აჭარაშვილის და აკაკი ალადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოადგენს საქართველოს კანონის პროექტის სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით განხილვა. მომხსენებელი გვყავს ჩვენი კოლეგა პარლამენტის წევრი ბატონი აკაკი ალადაშვილი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო აკაკი. გისმენთ? მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგებო და მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ მესამე მოსმენის წესით კანონ პროექტს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. განხორციელდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები, რომელიც ასახული არის დარიგებულ ტექსტში. კეთილი, როგორც ერთ, ისე მეორე კანონში, ხო? აქაც მხოლოდ რედაქციული შენიშვნები. მხოლოდ რედაქციული შენიშვნები იყო კიდე. შეკითხვები რა გაქვთ? თუ შეკითხვები არ არის, მაშინ კენჭის ხაზზე დავაყენებ, ვინ არის მომხრე, რომ ვიღოთ მესამე მოსმენით. დიდი მადლობა, ბატონო აკაკი. კანონი მესამე მოსმენით მიღებულია. გადავდივართ დღის წესრიგის მეორე საკითხზე. ბატონო ლადო, გთხოვთ. დღის წესრიგის მეორე საკითხი ინიციირებული კომიტეტის თავმჯდომარესა და თქვენი მოწესრიგისა და ჩვენი ერთობლივით შემადგენლობით ეს გახლავთ კანონ პროექტის საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით. ბატონო ზაზა, ხო არ არის რაიმე ცვლილება? ცვლილებები კანონ პროექტს არ განუცდია, გარდა რაღაც რედაქციული ცვლილებების. დიდი მადლობა, ინიციატივა მხარდასაჭერია, მადლობა ყველა შემოქმედს და მხარდამჭერს და იურიდიულად გასწორებული მესამე მოსმენის კენჭის ხაზზე ვაყენებ, ვინ არის მომხრე, მხარი დავუჭიროთ ამ კანონს. დიდი მადლობა. მოწინააღმდეგე არავინ თავი არავის შეოგაებია. მადლობთ. მადლობა ბატონო ვლადიმერ, მადლობა კომიტეტის და აპარატის წევრებს, თითოეულ თქვენგანს ამ კანონზე მუშაობისათვის. დიდი მადლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიიდან დევნილთა შრომის, სოციალურ საკითხთა და ჯანმრთელობის სამინისტროს თანადგომისათვის ამ კანონის მიღებაში. მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ აპარატის წევრებს, სტაჟიორებსაც და გისურვებთ წარმატებებს. ამით დღევანდელი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. დიდი მადლობა.